მივიდნენ იერუსალიმში. შევიდა ტაძარში იესო და დაიწყო ტაძარში გამყიდველთა და მყიდველთა გამორეკვა. მეკერმეთა მაგიდები და მტრედების მყიდველთა სკამები ააყირავა. არანებებდა რაიმე საგნის გატან-გამოტანას ტაძარში. ასწავლიდა მათ და ეუბნებოდა: არ წერია ჩემი სახლის სამლოცველო სახლად იწოდება ყველა ხალხისთვისო. თქვენ კი ავაზაკთა ბუნა გადაგციეთ. გაიგონეს მღვდელმთავრებმა და ცდილობდნენ როგორმე დაეღუპათ იგი, რადგან ეშინოდათ მისი, ვინაიდან მთელი ხალხი გაოცებული იყო მისი მოძღვრებით. და მოსაღამოვდა, როცა გავიდნენ ქალაქიდან. დილით რომ ჩაიარეს, დაინახეს რომ ლეღვი ფესვებამდე გამხმარიყო. გაახსენდა პეტრეს და უთხრა მას: რაბი, აჰა ის ლეღვი შენ რომ დაწყევლე, გამხმარ. პასუხად უთხრა მათ იესომ: იქონიეთ ღვთისრწმენა. ჭეშმარიტად გეტყვით, რომ ვინც ეტყვის ამთას აიწიე და ზღვაში ჩავარდიო და გულში არ შეეჭვდება, არამედ ირწმუნებს, რომ მისი სიტყვის სამებრ მოხდება, აუსრულდება მას. ამიტომ გეუბნებით, ყველაფერს, რასაც ლოცვაში ითხოვთ, გწამდეთ, რომ მიიღებთ და მოგეცემათ. როცად გახართ და ლოცულობთ, მიუტევეთ თუ რაიმე გაქვთ ვინმეს წინააღმდეგ, რათა თქვენმა მამამაც ზესაში მოგიტევოთ თქვენი შეწოდებანი. ხოლო თუ თქვენ არ მიუტევებთ, არც თქვენი მამა, რომელიც ზეცაშია, არ მოგიტევებთ თქვენ შეწოდებებს. კვლავ მივიდნენ იერუსალიმში და როცა იგი ტაძარში მიმოდიოდა, მღვდელმთავარნი, მწიგნობარნი და უხუცესნი მივიდნენ მასთან. უთხრეს მას: რომელი ხელმწიფებით აკეთებ ამას? ან ვინ მოგცა შენ ეს ხელმწიფება? ხოლო იესომ უთხრა მათ: მეც გკითხავთ ერთ სიტყვას. მიპასუხეთ და მეც გეტყვით, რომელი ხელმწიფებით ვაკეთებ ამას. იოანეს ნათლობა ზეციდან იყო თუ კაცთაგან? აბა მიპასუხეთ. ისინი ერთმანეთში ბჭობდნენ. თუ ვიტყვით რომ ზეციდანო, ვეტყვის, მაშ რაღაცომ არ იწამეთო მისი. ხოლო თუ იტყოდნენ კაცთაგანო, ხალხისა ეშინოდათ, ვინაიდან ყველას მიაჩნდა, რომ იოანე ნამდვილად წინასწარმეტყველი იყო. და უთხრეს იესოს პასუხად: არ ვიცით. იესომაც უთხრა მათ: არც მე გეტყვით, რომელი ხელმწიფებით ვაკეთებ ამას.